ვაგრძელებთ რეგიონებში ვიზიტს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ფერმერებთან შეხვედრები რეგიონებში ადგილზე გაცნობა იმ პრობლემების საჭიროების, რომელიც მათ აქვთ, რადგან პირდაპირ იყოს ასახული იმ პროგრამებში, რომელსაც სახელმწიფოს თავაზობს ფერმერებს სხვადასხვა პროგრამებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ შეიქმნას არამხოლოდ პირველადი წარმოებები, არამედ პირველადი პროდუქციის წარმოება, არამედ გადამამუშავებელი წარმოებები, რადგან ეს ხელს უწყობს რეგიონებში რეგიონული ეკონომიკის გაძლიერებას, რაც ცალსახად არის ფუნდამენტი იმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში ხვდებით ჩვენს რეგიონულ სამსახურებს, ადგილზე ვათვალიერებთ მათ საჭიროებებს, რადგან მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, მისი აღსრულებელი რეგიონებში არის ჩვენი რეგიონული სამსახურები და იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა აღსრულდეს სათანადოდ, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ სამსახურებს გქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო და აქედან გამომდინარე, ზუსტად ის საჭიროებები, რომელსაც ადგილზე ვეცრობით, ყისიერად უნდა იყოს ვაკეთებთ რეაგირებას და გადაწყვეტილებებს, რომ იყოს შესაბამისი გარემო შექმნილი. მაქვს თაფლის საწარმო ხალხის სტანდარტით, მაქვს ხელოვნური ფიჭის საამქრო, მაქვს ხიზამამუშავებელი საამქრო, მაქვს ფუტკრის კვების პროდუქტების დასამზადებელი საამქრო და მთავარია მუშაობ ყველა იმ სიახლეზე, რაც თქვათ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებში ინერგება. ფლობ მეფუტკრეობაში ბოლო 10 წელიწადში 5 პატენტს, მხოლოდ პატენტს და შექმნილი მაქვს თქვა თერმოსკის 5 დაცულია პატენტით ფიჭიანი თაფლი, ჩარჩოიანი ფიჭიანი თაფლი, რომელსაც მე ვთვლი, რომ დიდი პოტენციალი აქვს, გაზრდილი ტურისტული პოტენციალი, საქართველოს ტურისტული პოტენციალის და საექსპორტო მას კიდეც დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. სახელმწიფო დახმარებები ნამდვილად ორი მაღალი კლასის სტანდარტის შენობა, რაც შევიკეთე და ნაწილობრივ ინვენტარიც შევიძინე, ეს არის იაფია აგროკრედიტი, ორ ხელ ვიყავი, ახლაც ვსარგებლობ. მოცვის პლანტაცია გავაშენე, კიდევ რამდენიმე შიგა პროექტებში მივიღე მონაწილეობა და დამაფინანსა სახელმწიფო. ვღებულობ ასევე საერთაშორისო და უცხოურ პროექტებში მონაწილეობას და მრავალზეც გამარჯვებული ვარ. გურიაში შევხვდით ადგილობრივ მეწარმეებს, იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოს ხარდაჭერით შეძლეს საკუთარი წარმოების გაფართოება, ახალ ეტაპზე გადაყვანა. ასევე დღევანდელ დღეს ხვდებით იმ რეგიონულ წარმომადგენლებს, რომელიც სამინისტროს ქვემდებარე სტრუქტურებია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები და შემდგომში რა თქმა უნდა მეწარმეების განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. 250 ტონა თევზს ვყიდით წელიწადში და 3-4 ტონა ხიზილალას. რაც შეეხება აგროკრედიტის ძალიან დაგვეხმარა თავის დროზე, როცა ჩვენ ეს კრედიტი მივიღეთ, იმიტომ რომ უპროცენტო სესხი თუ არსებობდა, მანამდე მე არ მეგონა, მაგრამ ძალიან დადებითად და ძალიან კარგად მოვიხმარეთ. კომპანია Green Gold-მა რამოდენიმე წლის წინ აღადგინა ჩაის ფართობები, ასე ვთქვათ, გაველურული ფართობები. დაახლოებით 2017 წელს 3 წლის შემდეგ გავაკეთეთ საწარმო, ჩაის გადამამუშავებლის საწარმო, ვისარგებლეთ შეღავათიანი აგროკრედიტით და ასევე სახელმწიფო გრანტით. შევიძინეთ ახალი დანადგარები, ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები და დავნეგეთ ახალი ტექნოლოგიები. დღეს უკვე კომპანიას აქვს შესაძლებლობა დაახლოებით 10 ტონა მზაპროდუქცია აწარმოოს და გაყიდოს, ძირითადად ჩვენი ბაზარი არის ევროპის ბაზარი. გვაქვს 20 სახეობის ჩაი, რამოდენიმე შავი ჩაი, რამოდენიმე მწვანე ჩაი, ისეთი ჩაი, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერ არ იყო ნაწარმოები საქართველოში, თუმცა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალი ტექნოლოგიები. დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვდა. გურიაში დაათვალიერა ჩვენი ოფისის საამშენებლო სამუშაოები. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დაინტერესდა ჩვენი საჭიროებით და რეგიონში არსებული გამოწვევებით. მინისტრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ვიგრძენით. გვაქვს ძალიან საინტერესო პროფესია, რასაც თანსდევს სირთულეები. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვემსახურები ჩემი სოფლის მოსახლეობას, რაც მიმარტივებს ამ სირთულეს.
დღეს მინისტრი ადგილზე გაეცნო ჩვენ საქმიანობას. გავაცანით სამომავლო გეგმები. განსაკუთრებულად რთული საქმიანობის შესრულებისას გამოიყენება წახალისების ფორმებიც, რაც უდაოდ ზრდის ჩვენ მოტივაციას ამ სფეროში.